კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი კრემლისგან 6 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პირველი დიპლომატი ჩადის. სერგეი ლავროვი აფხაზეთს ხვალ ესტუმრება. საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საელჩოს გახსნას უნდა დაესწროს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან. ოფიციალური თბილისი მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გზავნილებს ახსენებს. ბოლოს ლავროვი სოხუმს 2011 წელს სტუმრობდა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. მიზეზი აფხაზეთში რუსეთის საელჩოს გახსნა, თუმცა გარდა ამისა დაგეგმილია სერგეი ლავროვის პირისპირ შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა ministrთან. ლავროვის ვიზიტს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებენ საქართველოს ხელისუფლებაში. იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რომ საქმე ჩვენ გვაქვს ოკუპაციასა და დე-ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც ფაქტობრივად საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტი უხეშად არღოს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ხელისუფლება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ვიზიტი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა არის და არ არის არანაირად მომართული კონფლიქტების მოგვარებისკენ. ამის ფონზე რა თქმა უნდა მინდა აღვნიშნო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, სწორედ იმ ფონზე რა მოვლენებსაც ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო ხანებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ლავროვის ჩასვლა ეგ არანაირ საერთაშორისო სამართალში არ ჯდება და მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთისადმი აი ესეთი ფაქტებით გამოიხატება და ყალიბდება. სერგეი ლავროვის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გაგრძელებად აფასებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის ის პრობლემა, რასაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ცივილიზებულ სამყაროს წინაშე აყენებს. ეს არის გადახედვა საერთაშორისო წესრიგის, საერთაშორისო სამართლის საფუძვლების სრული მოშლა და მცდელობა იმისა, რომ დააწესოს ახალი განყოფის საზღვრები ევროპაში და მსოფლიოში. ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დე-ფაქტო ლიდერთან აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციის გამყარებაზეც იმსჯელებს.